მოგესალმებით ზვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელემაყურებელო. მოკლედ დღეს პარასკევია და მე ისევ ჩვეულ ფორმაში ვარ. ისევ საინტერესო სტუმარი მყავს, ოღონდ განსხვავებული ადამიანი, განსხვავებული პროფესიონალი, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროფესიის ადამიანს როცა ვხვდები, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ოფთალმოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კიდევ ერთხელ გიორგი პეტრიაშვილი. ბატონო გიორგი, უღრმესი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან და რატომ ხართ განსაკუთრებული ჩემთვის და მე მგონი ბევრი ადამიანისთვის მთელი ცხოვრება ბავშვობიდან დღემდე ვეთაყვანები ორ პროფესიას, ეს არის პედაგოგი და ეს არის ექიმი. აი ეს ორი პროფესია ჩემთვის არის ალბათ როცა დამისვავენ კითხვას და მისვავენ ხოლმე რა იქნებოდი, ვიქნებოდი ან ექიმი, ან პედაგოგი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოდი დავიწყოთ თავიდან. კი ბატონო. მოგესალმებით პირველ რიგში. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ თქვენს გადაცემაში, მოხარული ვარ. შესავალი გააკეთეთ ისეთი რომ არ შეიძლება რეაქცია არ მქონდეს. მე არ ვიცი ახლა თქვენ ჩაიხედეთ ჩემს გულში რაღაც ნიჭი გაქვთ ტელეპათიის თუ რა, მაგრამ ხო, ნიჭი. მაგრამ მე რო ვამთავრებდი სკოლას, მეკითხებოდნენ საწახვალ რას აირჩევ და ასე ვამბობდი, მე ან გამოვალ მასწავლებელი, ან გამოვალ ექიმი და რატო და პირველი მეთქი სულს გარჩენს მასწავლებელი და ექიმი ადამიანს გადაარჩენს. ისე მომეწონა ეს თქვენი შესავალი რომ ახრთოვანებული ვარ. ნახეთ, მართლა გულწრფელი ვარ და ეს ტექსტი არაერთხელ მithქვამს ჩემს გადაცემაში და პირველი შემთხვევა არ არის ამას რომ ვამბობ და ზუსტად ის თანხwebdriver რაზედაც მე მიფიქრია და მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხართ. თან ვიქნები ფრთხილი, იმიტომ რომ ბევრი რამე ამ კუთხით არ ვიცი და სხვათა შორის ერთი რაღაც უნდა გაგიმხილოთ. ბევრი რამე რომ არ ვიცი, კითხვებს რომ ვსვავ, აი ამით იმხელა ინფორმაციას ვაწვდი მაყურებელს, რომ ვერ წარმოიდგენთ. მოდით, რა მითხარით იცით? ოჯახი, როგორ ოჯახში იზრდებოდით? აი თუ ყავდათ ექიმი, პედაგოგი, აი როგორ აირჩიეთ, როგორ მიხვედით მაგ პროფესიამდე? ნუ პირველ რიგში დავიბადე და გავიზარდე მამა ექიმი, დედა პედაგოგი, ასე რომ არჩევანი მქონდა. ნუ გენეტიკურად გიფიქრიათ. თუმცა ბაბუა პოლიციელი იყო და ეგ ვარიანტიც განიხილებოდა, მაგრამ ჩემს მხრიდან არ მქონდა ისეთი მიდრეკილება, გავყოლოდი მაგ პროფესიას და ავირჩიე ბოლოს ექიმობა. როგორც კი დავიბადე, ალბათ 2-3 წლიდან, როგორც კი შემეძლო სიარული, მამას დავყვებოდი. და ხშირად წამიყვანდა ხოლმე სამსახურში. სადღაც 5 წლიდან პრაქტიკულად ვესწრებოდი ოპერაციებსაც. რომელი მიმართულებით იყო? ქირურგი იყო, ზოგადი ქირურგი იყო. მუშაობდა თბილისში, ადრე იყო მიხაილოვის საავადმყოფო, ძალიან ხშირად გამიტარებია მიხაილოვის საავადმყოფოს ეზოში ბავშვობა, თან ვახლდი არ ვცილდებოდი, ძალიან მაინტერესებდა და არც მიგრძალა და თავიდან ცოტა ისე სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ მე მიხვდა რომ ეთყობას რაღაც შიგნით გენეტიკურად გაიღვიძა ჩემში და დავყავდი სამსახურში. არ მეგონა მეც რომ ავიტანდი, იმიტომ რომ ოპერაციებს ვესწრებოდი, ბევრჯერ ურგენტული პაციენტი შემოდიოდა, მაგრამ ჩემთვის ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი და ვსწავლობდი, ვითვისებდი ამას და ინტერესი რა თქმა უნდა იღვიძებდა ჩემში. ამიტომ გადავწყვიტე რომ გავხდარიყავი ექიმი. თუმცა ეს ცალკე მიმართულება, ახლა ვსწავლობდი საქართველოში, სკოლა დავამთავრე საქართველოში და შევიტანე განცხადება
სამედიცინო ინსტიტუტში არ მეყო ქულები. და ხო, და დავრჩი გარეთ. მაგრამ ისეთი ის ვიყავი აქტიური ახალგაზრდა, რომ მივახციე იმას და შევედი რექტორთან. რექტორი იყო მაშინ ვირსალაძე. როგორი თამამი ყოფილხარ? კი. თამამიც ვიყავი და თავდაჯერებულიც იმაში, რომ როგორ კაცო ჩავაბარე გამოსწრები მეკუთვნის და რატო? ხო და შევედი რექტორთან გამიკვირდა, მაგრამ მიმიღო და მე ეჭვი მაქვს რომ მამაჩემა თქვა რომ მიიღეთო ნუ დაჩაგრავთ ამბავს რომ უფრო სითამამე გაუნვითარდეს. მე ასეთი ეჭვი მაქვს. თუმცა არ ვიცოდი. ოღონდ თქვენით მიხვედით. ოღონდ მე ჩემით მივედი. ხო და მიმიღო და მე კიო ახალგაზრდაო ყოჩაღო მივესალმებიო თქვენ ასეთ იმას, მაგრამ არა გვაქვს ადგილები, რა ვქნათო ეხლა სხვები უფრო დამსახურებულები იყვნენო და არ დაგვჭი ადგილი მეტიო. და შემოგთავაზებ, კაი ბიჭი ჩანხარო და შემოგთავაზებო ორ ვარიანტსო. პირველიო, სანქტ-პეტერბურგში არისო სამედიცინო საინჟინრო ფაკულტეტი და იქ მიიღებენ უეჭველი ამ ქულებითო. იმიტომ რომ იქ ეგრეთ წოდებული ნედაბორი იყო. ხო და მეორე, ომსკში არისო ბიოლოგიური ფაკულტეტი და ერთი წელი ისწავლეო. კარგად თუ დაამთავრებ იქ პირველ კურსო, მე გადმოიტანე საფუძვლები და აქ აგიყვანთო პრაქტიკულად თუ გამოსწო ჩაირიცხებიო. ხო დავფიქრდი ერთი ხრი ხო დღევანდელი გადმოსახეთიდან ალბათ დავეთანხმებოდი. ხო და იმ მაშინ ისეთი ის ვიყავი რომ ჯიუტი ალბათ უფრო და დარწმუნებული თავში და არა მეთქი ეგრე მე ექიმობა მინდა მეთქი მე რო არ მიმიღოთ თქო და გავაპროტესტე ძალიან. და გავბრაზი და მე ვთქვი მე საქართველოში თქვენს ინსტიტუტში აღარ შემოვალ თუ აღარ შემოვიტან საბუთებს გამოდი გამოვიჯახინე კაროდი წამოვედი. და სახში მეუბნებიან შვილო ეს რას გააკეთე ეს აღარ მინდა აქ მეთქი და მივდივარ თქო მოსკოვში. ვიყიდე მეორე დღეს ბილეთი და გადავფრინდი მოსკოვში. აქედან დაიწყო ჩემი თავგადასავალი. ჩავფრინდი ამ მოსკოვში. ასევე დავიარე რამდენიმე ინსტიტუტი, იქ ბევრი ინსტიტუტები იყო, 4 სამედიცინო ინსტიტუტი და ერთ-ერთში მოვედი მეორე სამედიცინო ინსტიტუტში. შევიტანე საბუთები. თითქოს მიიღეს ჯერ. მაგრამ მე მირეკამე რომ იცი რომ თქვენიო საბუთებიო რაღაც ხარვეზი აქვსო. ატესტატში გააქვთო ბეჭედი დარწმუნიო და ვერ ვარჩევთო ქართულად არისო ის ბეჭედიო და სანამ თარგმანს არ მოიტანთო. ვერ მიგიღებთო. გავბრუნდი თბილისში, შევედი სამინისტროში. ვთხოვე თარგმანი იმათ როგორ კაც ქართულადაც არის, რუსულადაც არის და როგორ გედავებიან შენ ერთადერთი ხარ ასეთიო. მოგერთ ვიწვალე ვათარგმნინე დავამტკიცებინე და დავბრუნდი ამ მოსკოვში. მივიტანე საფუძველი მითხე შვილო დამთავრდა მატარებელი წავიდა. კარგი რა. როგორ გიწვალია? ძალიან და მაგრამ ისეთი მონდომებული ვიყავი ამ მედიცინაზე რომ გადავწყვიტე რომ ფეხს არ მოვიცვლი არსად, დავრჩები, ვიმეცადინებ, ვისწავლი. ცხოვრებაც ხო გინდა ამ მოსკოვში. სახლი არა გაქვს, კარი არა გაქვს. თან ახლა ოჯახიდან წამოხვედი ხომ ვერ ეტყვი მამიკო წამიყვანე და შემინახე. ხო და ცდილობ სადმე სამსახურიც ვიშოვო დავიწყო. წავედი სადღაც სასტრაფოში იქ სადღაც მოვეწყე, მე კიდე სადღაც იმ ინსტიტუტის სარდაფებში რაღაცა გადასაზიდი იყო, იქ ვმუშაობდი და როგორც იქნა დავრჩი ამ მოსკოვში. შემოდგომაზე ქონდათ გაცხადებული, ასე იყო მოსამზადებელი კურსები. და იმ მოსამზადებელ კურსებზე შევიტანე განცხადება, ჩავაბარე და დავიწყე იქ სწავლა. დავიწყე სწავლა. მერე იყო გამოსაშვები გამოცდები. ეს გამოსაშვები გამოცდები ჩავაბარე ყველაფერი ხუთიანზე და კანონი და წესით ახლა უნდა ჩავირიცხო. რადგან ეს გამოცდის პერიოდი ხო და გავედი გამოცდაზე ჩავაბარე და მეუბნებიან ქულა არ გვიყო. იგივე პრობლემა დამემართა. გამოვედი ინსტიტუტის ეზოში ჩამომტირის თავპირი. რა ბედზე დავიბადე თქო. ძალიან გულით მინდა ექიმობა და ცოცხალი თავით არავინ არ მიღებს. ჩემ ბედზე გამოიარა ერთმა ლამაზმა გოგომ. მიყურებს ლამის ცრემლები ჩამომდის და მეკითხება რა გჭირსო? გავიცანით ერთმანეთი ვისაუბრეთ და უთხარი აესია ჩემი ამბავი და აღარ ვიცი რა ვქნა თქო სახში ვერ დაუბრუნდები მეთქი შერცხვენილი ვარ იქიდან წამოვედი ესე უმახიანად აქ ესია და
კაი ცოტა ხანი დაიცადეო და გავიდა იქ დედა ყოფილა მისი გვერდით და უთხრა ესე კაი ბიჭი ჩასო და იქნება რამით დავეხმარო. მე არც ვიცი ახლა ეს ხალხი ვინ არის. აღმოჩნდა რომ ამ გოგოს მამა მუშაობს კრემლში თავარი ექიმი თუ რაღაც ამდაგვარია. ხო და მოუყრენ ამ კაც სახში ჩემი ამბავი. შევეცოდე. ესე იგი როგორი ზღაპარივით ამბავია. კი, ნამდვილად. შევეცოდე და მეორე დღეს მირეკავენ რომ მობრძანდითო თქვენი საკითხი უნდა ხელახლა განვიხილოთ. მივედი დამიძახეს რექტორატში. ზის რექტორი, გვერდზე პრორექტორები ზიან და მეკითხებიან შენო ქართველი ხო ხარო? კი მეთქი. რა ოჯახიდან ახო რომ მეკითხებიან და მოუყევი რა ოჯახიდანაც ვარ, რომ ბაბუ პოლიციელია, ჩეკისტი იყო თავის დროზე თქო, მამა ქირურგი, ასე შემდეგ და ანუ მათ წარმოდგენა ჰქონდათ, თო ვინმე ჩადიოდა საქართველოსთან, ყველა უნდა მოწყობილიყო ფულით აუცილებლად. ეჭვი ჰქონდათ, რომ ასეთი ხალხი ჩადის. ხო და ეს რომ გამომკითხეს კარგად, ისა და კაიო შევაფასებთო და განვიხილავთ. და დაგიძახებთო კიდევ. მერე გამომიძახეს ცოტა ხანში, ერთი გამოსცა უნდა ჩაგვაბარო კიდევ ერთიო და გადაწყდება შენი ბედიო. ველოდები როდის დამიძახებენ ამ გამოცდაზე, დაიწყო სწავლა. ესე იგი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. იანვარში ისევ შევხვდა ეს გოგო. რა ხდება და ესე და ვზივარ ველოდები მეთქი. ხო და მოიცა გავარკვევო და იანვარში დამირეკეს. მობრძანდიო, ჩვენო დაგვავიწყო და შენ რო არ მოხვედიო, გოგონო რო წახვედიო. აი ესეთი ზღაპარი ამბავი. ხო და შემიყვანეს ახლა ამ აუდიტორიაში, დამსვეს და დღესო გამოცდებიო მეორე სემესტრისო თუ ჩააბარებ ამ გამოცდებს აგიყვანთ. კიდევ კარგი ეს პერიოდი მეცადინეობდი ყველაფერს იმას რაც გადიოდნენ ეს მოსწავლეები. ჩააბარე ეს გამოცდები ბრწყინვალეთი. და უარი ვეღარ მითხრეს და გადამიყვანეს ამ მეორე სემესტრზე. ასე დამთავრდა ჩემი ამბავი ინსტიტუტში მოვეწყე როგორც იქნა. წამება. აი ვინ იფიქრებდა აი ამ ხელა გზა გაიარეთ, აი ამდენი წამება გაიარეთ და ეხლა ხარ დოქტორი. და დოქტორამდე კიდე ბევრი ვიწამე. ეხლა ინსტიტუტი რო დავამთავრე, თქვენ იცით რომ ადრე იყო განაწილება. ლა მე მოსკოვში არ მქონდა ჩაწერა ეგრეთ წოდებული საცხოვრისი არ მქონდა, ვერსად ვერ გავჩერდებოდი და განაწილები თუ რა მომხედრ თუ მოსკოვის მკვიდრი ვიქნებოდი, დამტოვებდნენ მოსკოვში, თუ არა გამანაწილებდნენ ან სახალინზე ან სადღაც. ხო და შემომთავაზე სტამბოვში რაღაც სოფელში მიჩურინის ბაღების მოსავლელად თუ სადღაც იქ განაწილებაში მომხედრილიყავი. ხო და აღმოჩნდა რომ ჯერ პირველ რიგში ოფთალმოლოგი გავხდე ეგ ცალკე ზღაპარია. იცით რა მაინტერესებს, ნახეთ, ჩვენ ხო დროში ვართ შეზღუდულები თუ არა, ისეთ საინტერესო ისტორია პირველად ჩემს ცხოვრებაში ვარ ჩუმად გისმენთ. იცით რა მითხარით, აი გახდეთ, მოდი ესე ვიტყვი, თვალის ექიმი და აი ხო არის ადამიანი ირჩევს რაღაცას, აი ხო გულის ექიმი, ყელყური ნახეთ თვალის ჩინი რამ ბევრ რამეს ნიშნავს. რატომ გადაწყვიტეთ? ანუ როგორ გადაწყვიტეთ? არა, აი რატომ გიყვართ ეს ხედვა კი არა, როგორ მაგაშია რომ რატომ კი არა, როგორ მოხდა? რომ მე არ ვაპირებდი ოფთალმოლოგობას. მე მინდოდა ზოგადი ქირურგია, მე სადღაც გინეკოლოგია, მე სისხლძარღვებში ვმუშაობდი და გაოგნებული ვიყავი სისხლძარღვები, ძალიან ბევრი წარმატებული ქართველი სპეციალისტი მუშაობდა ბაკულე ბურაკოვსკი და ასე შემდეგ. კი, ბურაკოვსკი გამიგია, ხო? ხო და ერთ მომენტში მეხუთე კურსზე აღმოჩნდი თვალის საოპერაციოში. რო შევედი დავინახე დევს თვალი ამოღებული მეგონა და მიკროსკოპის ქვეშ პროფესორი აკეთებს ოპერაციას. ისეთი შოკი დამემართა, უცბად თითქოს გამეხსა რომ ეს უნდა იყოს შენი პროფესია თქო. იმის შემდეგ მაშინ გადაწყდა. აი მე უკვე თვალის ჩინი და ასე შემდეგ, უკვე სხვა ცალკე შეყვარება ამ პროფესიის, მან ძალიან ბევრი ნიუანსები გავიარე და უფრო მეტად შემიყვარდა ეს პროფესია, იმიტომ რომ
თვალის გარეშე ადამიანს არ შეუძლია ის ინფორმაცია მიიღოს, რაც ჩვენს გარშემოა. ვერც ფერს აღიქვავს, ვერც იმ სილამაზეს, ვერც ლაჟვარდოვან ცას. რა უნდა გითხოთ იცით? ამას წინათ ვისმენდი, არ ვიცი, რომელიღაც სოციალურ ქსელში უკვე დავიბენი, სადრას უსმენ, არ ვიცი. როცა ესეთ რაღაცას ამბობდნენ, რომ ადამიანი თვალს რო ხუჭავს, არის სიბნელეო. ანუ და თურმე სიბრმავის დროს არც შავი არ არის ის, რაც აქვს ადამიანს. ანუ რა ხდება ამ დროს? აი გაითიშა სინათლე და დაბრმავდა ადამიანი. საერთოდ ვერანაირ ფერს ვერ ხედავს? ძალიან რთული კითხვა. აი ურთულესი, მაგრამ აქ უნდა განვასხვაოთ ორი მომენტი. პირველია დაბადებიდან თუ ბრმა არის და ვერ ხედავს სინათლეს, იმას თუ სხვანაირი აღქმა აქვს. ასეთ ადამიანს განვითარებული აქვს სხვა გრძნობები. ანუ ტაქტილური გრძნობები, გერა და ასე შემდეგ სულ სხვანაირად აღიქვავს. ყნოსვაც სულ სხვანაირად აქვს განვითარებული, უფრო მძაფრად გრძნობს. და თუ მერე ბრმავდება ადამიანი, მას ახსოვს ის ფერები და ის ყველაფერი და სხვანაირი აღქმა. რა თქმა უნდა, როცა მხედველობა ითიშება, შესაძლოა თავიდან უცაბედად გათიშვა პრაქტიკულად არ ხდება, მხოლოდ რაღაც ტრავმების დროს ან ეგრეთ წოდებული ამავროზის დროს. ტრავმების დროს თუ გადაიკვეთა ნერვი, დამთავრებული აქვს, სიბნელეა აბსოლუტური. და მარტო ის თუ ახსოვს ის ფერები და აღქმა, მაგალითად თუ გამოვიდა მზიანათებს სახეში, იმ სითბოს გრძნობს და გონია რომ სინთლე დაინახა. ხვდებით ხო? აი ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ მზეზე რო გადიხარ თვალდახუჭული, უცბად სითბო მიხვდები რომ მზი არის, ან ნატურა რო ანათებს. ხლა ცივი ნატურები რო იმას ვერ აღიქვავ. ვერანაირად. თუმცა გამიგია რომ კანით გრძნობენ დღეა თუ ღამეა, ესეც გამიგია. რადონეზე შეიძლება კანის აღქმა გაუნვითარდეს ასეთ პაციენტს, ასეთ ადამიანს. ისე ერთი რამე უნდა გითხრათ, ჩვენი ტელეწამყვანი და მომღერალი ბაბი კირკიტაძე ყავს ბებია, რომელსაც არ აქვს ბრმა არის და აი ყველაფერს გრძნობს. კი ბატონო. ყველაფერს იმ დონეზე, რომ აი დაუშვათ მოგვსებდაო ცოცხლსო დასახոտადო გადავიღე მე ჩავედი ამ ქალბატონთან, არაჩვეულებრივი ქალბატონი და საშუალება რო არ ქონდათო ექიმთან რო წავეყვანეთო, ვმალავდიო და თვალებ დახუჭული სწავლობდი რასად იყო, თუმცა ცოტას ვხედავდიო და მეო არ დარდოფო. ეხლა თქვენ რომ ელაპარაკებითო, ჩემს წარმოსახვაშიო, თქვენ ხმაზეო, თქვენ დამოკიდებულებაზე, ჩემნაი, აი ვიცი რანაირი ხართო. და ეს არის ძალიან უცნაური, აი ბიოლოგია როგორ არის აგებული, რომ რაღაცა რეცეპტორები აქვთ ისეთი, რომ დაგხოცა სიცილით იმდენი გვაცინა თავის ამ სიბრმავეზე. რა მინდა იცით კითხოთ, თუმცა ცოტა დრო გრჩება რეკლამამდე კითხვას დავსვავ, რომ მაყურებელმა ძალიან საინტერესოდ აღიქვას და რომ აუცილებლად უნდა გვიყუროთ რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით და სულ ახალგაზრდა იყავით 12 წლის ბავშვს რომ გაუკეთეთ ოპერაცია და ეს იყო ანკესი, ქართულად როგორ კი ბატონო, ანკესი. ანკესია ხო? მე ისეთ შეშინებული ვარ ამ სიტყვებზე, რომ ისა რა ქვია. და მოუყვეთ, აი როგორ გადაარჩინეთ ეს ბავშვი და როგორი რთული ოპერაცია გააკეთეთ სულ ახალ ბედამ. დაგველოდეთ ძალიან მალე დავბრუნდებით.